Shalom, მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ მარ ხეშვანის შემოგზანება. ეს თვე ებრაელებისთვის წელიწადის ის თვე არის, როდესაც არც ერთი ხაგი არ აქვს და ასე ვთქვათ, რთულ თვედ ითვლებოდა ყოველთვის. თორაშიც კი ყველაზე დიდი სტიქია, რაც კი მოხდა, ეს იყო წარღვნა, რომელმაც წალეკა მთელი მსოფლიო. სწორედაც რომ ხეშვანის თვეში მოხდა და ამბობენ ჩვენი ბრძენები, რომ მომავალში, როდესაც მომავალი სამყარო მოვა, მაშიახი სწორედ აი ამ ხეშვანის თვეში მობრძანდება და გვამადლიანოს გამჩენმა მაშიახის მობრძანებას ჩვენ დღეებში და თქვით ამენ. მინდა ერთი პატარა მაგალითი მოვიყვანო ხეშვანთან დაკავშირებით. 1973 წელი, ვისაც ახსოვს ისრაელის ისტორია, ამ წელს სწორედ 6 ოქტომბერს, თუ არ ვცდები, ოქტომბრისთვის დასაწყისში დაიწყო მილხემეთ იომ კიპური, როდესაც ისრაელის წინააღმდეგ, თუ არ ვცდები, 11 თუ 14 სახელმწიფო გამოვიდა არაბული ქვეყნები. ყველასათვის ცნობილი არის ეს ისტორიული ფაქტები კიპურის ომთან დაკავშირებით. მე ეს მოვიყვანე სულ სხვა განხრის, სულ სხვა მხრიდან, სხვა სტატისტიკის გამო. ეხლა უბრალოდ დავასახელებ რამდენიმე ციფრს, რომ უბრალოდ ვიცოდეთ რა ხდებოდა ამ პერიოდში. წარმოიდგინეთ, რომ ისრაელი, როგორც ვთქვი, 10-ზე მეტი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. იომ კიპურის დღეს, კიპურის ომის დღეს ბრძოლაში დაიღუპა ისრაელის მხრიდან 2656 ადამიანი, დაჭრილი იყო 7251, ტყვედ ჩავარდა 294 და 407 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეს არის სტატისტიკა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გამოქვეყნდა და დღემდე არის ეს ციფრები დაფიქსირებული ოფიციალურად. ეხლა რაც შეეხება ჩვენ მტრებს არაბული ქვეყნებიდან, 20,000 დაღუპული ყავდათ, 35,000 დაჭრილი, 8,811, რომელიც ტყვედ ჩაუვარდა ისრაელის სამხედროებს. ვხედავთ ხო რამხელა განსხვავებაა ციფრებში, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს მაშინ არც სამხედრო ტექნიკა გააჩნდა იმდენი რაოდენობით და ისეთი ხარისხით, როგორც ყველა სხვა ქვეყნებს, ხო მაშინ ეგვიპტეს, საუდის, არავიას და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, როგორც ვახსენე, ათასობით დაღუპულები და გეტყვით რატომ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითი. მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი, რაც რაბ ოვადია იოსეფის ცხოვრებიდან არის ამოღებული. გუშინ იყო რაბ ოვადია იოსეფის ჰილულა, ზხუტო და აგენ ალ კოლამ ისრაელ ამენ. არის ისტორიული ფაქტები, რომლებიც ყველასთვის ცნობილი არ არის და ამიტომ მინდა ეს ფაქტები მოვიყვანო. აი ესეთ პერიოდში, როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ასობით ჯარისკაცი იყო და ათასობით დაღუპულები, რაბ ოვადია იოსეფი ისევე როგორც სხვები, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა, დადიოდა საავადმყოფოებში, პალატიდან პალატაში გადადიოდა, ლოცავდა დაჭრილებს, ლოცავდა დაზარალებულებს, მათ ოჯახებს და ერთხელ აი ეს სწორედ პროფესორთან ერთად შევიდა დავლაზე რაბ ოვადია იოსეფი საავადმყოფოში და დაინახა. პროფესორმა უთხრა, რომ ამ პალატაში არის ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც დაჭრილია თავში და რომელმაც დაკარგა საერთოდ სინათლე თვალში და არაფერი აღარ ეშველებოდა ფაქტიურად, ვერასოდეს ვერ ნახავდა უკვე ვეღარაფერს, თვალის სინათლე აღარ ჰქონდა და
თავზე ედგა ამ ახალგაზრდას ბავშვები, პატარა ბავშვები და ეფერებოდა სათითაოდ სახის ნაკვთებზე, იხსენებდა ბავშვების სახეებს, ასე ვთქვათ, მეხსიერებაში აფიქსირებდა ამათ და ეს რო დაინახა რავობადია იოსეფმა, ცუდად შეიქმნა და იქვე კედელთან სკამი რომ იყო, იმავე სკამზე ჩამოჯდასავით ეგრე და თვალები დახუჭა, დაელოდა ცოტა ხანი სანამ უსინათლო ჯარისკაცი ეფერებოდა თავის შვილებს, პატარებს და მერე ცოტა თითქოს და გონზე რომ მივიდა ჯარისკაცთან, თავზე დაადო, თვალებზე ხელები დალოცა ჯარისკაცი და უთხრა რომ გამჩენს დაებრუნებინა მის თვალში სინათლე ძალიან მალე და წავიდა სავადმყოფოდან და ასე დადიოდა სავადმყოფოდან სავადმყოფოში, ჯარისკაციდან ჯარისკაცში ესე დადიოდა, ყველას ლოცავდა. მოხდა ისე რომ 2-3 კვირაში რავობადია იოსეფი ისევ იყო იმ სავადმყოფოში და პროფესორი, რომელმაც მაშინ იმ პალატაში შეიყვანა, იმ პროფესორმა დაინახა რომ რავობადია იოსეფი მოვიდა და დაუძახა და უთხრა რომ ჩვენო ამ ჯარისკაცო თვალის ოპერაცია გაუკეთეთო ორივე თვალზეო, მიუხედავად იმისა რომ არანაირი შანსი არ იყო რომ მას თვალში სინათლე დაბრუნებოდა, ჩვენ უბრალოდ გავუკეთეთ სხვა მიზეზის და გამო და ოპერაციის შემდეგ, როცა უკვე გამოკეთება დაიწყო, თვალში სინათლე დაუბრუნდა და გამოვწერეთ უკვე. იშტაბახ ხაბოღე, აი ესეთი სასწაულები ხდებოდა ყოველთვის და მათ მიმართ, ვისაც რავობადია იოსეფი ლოცავდა. სწორედ აი ამ პერიოდში 1973-74 წლებში, როდესაც ვახსენე რომ ომის შემდეგ ასობით თითქმის 1000 კაცი, მაშინ ჯარისკაცი ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, არ იცოდნენ ჯერ დაღუპული იყო თუ დაკარგული იყო თუ ტყვედ ჩავარდნილი, მოხდა ესე იგი გაიხსნა ტიკები რავანუტებში, რასაც ერქვა ნაშიმა გუნოთ ქალები, რომლებიც ითხოვდნენ იშური აეღოთ რომ აგუნა არის, ანუ ქალი რომლის მეუღლეც უგზო-უკვლოდ დაიკარგა და არავინ არ იცის სად არის, იშური ეძლეოდა რავანუტიდან იმის შესახებ რომ შეეძლო გათხოვილიყო კიდევ ერთხელ. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული ალახით გადასაწყვეტი იყო ფაქტიურად, ვინაიდან არავინ არ იცოდა ეს ჯარისკაცი დაკარგული იყო თუ დაღუპული იყო და დაუშვათ ერთ დღეში თუ ერთ თვეში თუ რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნებული იყო და მის ცოლს დაუშვათ უკვე იშური გასცა რავანუთმა და ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ბრძოლა მიდიოდა და ყველა უარს აცხადებდა რომ აი ესეთი იშურები გაეცათ ქალებისთვის. მაშინ იყო პრემიერ-მინისტრი ისრაელის გოლდა მეირი და თვით გოლდა მეირმა მიმართა ჯარის რაბს თხოვნით რაბ მორდეხაის რომ გვარი აღარ მახსოვს, მე ხილას მოვითხოვ პირინ თუ არ ვცდები, რაბ მორდეხაი მიმართა რომ რაც შეიძლება დაეჩქარებინათ ქალებისთვის ასეთი იშურების გაცემა. რა თქმა უნდა აუხსნეს მაშინ გოლდა მეირს რომ ეს შეუძლებელია ესე უცბად მოხდეს, რასაც სულ ცოტა 1 წელი და რამდენიმე წელი ჭირდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა სთხოვა ყველას რომ დაეჩქარებინათ ქალებისთვის ასეთი იშურების გაცემა და არც ერთი რაბი თავზე არ იღებდა ასეთი იშურების გაცემას და რაბ მორდეხაიმ სთხოვა რაბ ოვადია იოსეფს რომ აი ესეთი იშურები დაეწყო, ასე ვთქვათ, პროცესი ქალებისთვის აი ესეთი იშურების გაცემისა და ძალიან რთულია წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია, დაკარგულია თუ დაჭრილია, არავინ არ იცის, დაბრუნდება თუ არა, არავინ არ იცის და აი ესეთ პერიოდში გასცემდა ასობით იშურს მაშინ ქალებზე და ძალიან ბევრი გამოვიდა რავობადიას წინააღმდეგ მაშინ. თვით ებრაელებიც კი სამწუხაროდ იმ პერიოდში და ახლა მოვყვები ერთ ისტორიას, რომელიც ყველასთვის ცნობილი არ არის და თვითონ აი ამ ჟურნალისტი, რომელის შესახებაც ახლა მოვყვები, ქალი ჟურნალისტი იმ დროისათვის ძალიან
ცნობილი, ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტი საერთაშორისო დონეზე, ებრაელი, გადაწყვიტა, რომ ყველანაირ მასალას შეაგროვებდა და გაანადგურებდა, ასე ვთქვათ, ყველანაირად რაბანებს და განსაკუთრებით რაბოვადიას, რომელიც ასეთ იშურებს წერდა, ასობით იშურებს ქალებზე. ადგა და გადაწყვიტა, რომ მისულიყო რაბოვადიასთან, ეს რა თქმა უნდა გათხოვილი იყო და ქმართან ერთად მანქანით მივიდა, ნუ ქმარი რა თქმა უნდა გარეთელოდებოდა მანქანაში, მივიდა რაბოვადიასთან და ცრემლებით ჩამოყარა, ტირილი დაიწყო, რომ მისი ქმარი დაიკარგა იომა ქიპურიმის მილხამაში და სთხოვდა იშური გაეცა მის სახელზე. რაბოვადიამ მოусმინა, ნუ როგორც ყოველთვის ხდება, ასე ვთქვათ, დინების დროს, შეკითხვებზე შეკითხვები, პირდაპირ რომ იტყვიან, დაკითხვა რა და როგორ, ვინ ნახა, როდის ნახა, ბოლოს და ასე შემდეგ და უთხრა ამ ჟურნალისტს ამ ქალს, რომ რამდენიმე დღეში მოდიოდა პასუხს მერე გეტყვიო. ჟურნალისტი წამოვიდა, რა თქმა უნდა, ჩუმად ჰქონდა შეტანილი ჩამწერი, იწერდა ლაპარაკს რაბოვადიასთან და მართლაც რამდენიმე დღე რომ გავიდა, დაბრუნდა რაბოვადიასთან და იგივე მოითხოვა ტირილით, ესეთი მსახიობური ქცევით და რამდენადაც ცნობილი არის, ფარული კამერაც კი შეიტანა და იღებდა საუბარს რაბოვადია იოსეფთან და სთხოვდა მწარე ცრემლებით და ცხარე ცრემლებით, რომ ძალიან აქ სთხოვო იშური მომეციო. რაბოვადია იოსეფმა მოусმინა და ესეთი შეკითხვა დაუსვა. დარწმუნებული ხართო, რომ თქვენი ცხოვრება თავიდან გინდათ დაიწყოთო? ქალმა რა თქმა უნდა ისე ცრემლებით ჩამოყარა ამ ჟურნალისტმა, კიო, მინდაო ძალიანო, რომ ცხოვრება თავიდან დავიწყო და ძალიან გთხოვთო რაბიო, მომეცითო იშურიო. რაბოვადია იოსეფმა დახუჭა თვალები და რამდენიმე წამი დაფიქრდა და თქვა, იყოს შენი სურვილისამებრო. დაუწერა იშური, მისცა ამ ქალს და გამოატანა. ეს ქალი გამოვიდა იქიდან გახარებული, გამოვარდა იქვე ახლო-მახლო ქუჩაზე, სადაც მანქანა ეყენა და ქმარი ელოდებოდა მანქანით. დაინახა შორიდან, რომ ქმარს თავი აქვს მიდებული ფანჯარაზე და ჩაძინებული არის და გააღო მანქანა და დაიწყო ყვირილი, გავიმარჯვეო და შევიდა მანქანაში, ჩაჯდა და დაიწყო მოყოლა, რომ აი ის, ანუ ასე ვთქვათ, ქმრიანი არის და ვინც ის რაბოვადია იოსეფმა რამდენს მისცა ესეთი იშური ტყუილად და აი ახლა მე საქვეყნოთ და სამსოფლიოში გამოვაქვეყნებო რანაირი რაბანები არიანო და განსაკუთრებულათო რაბოვადია იოსეფიო ხასვეშალომ და რო ელაპარაკებოდა ქმარს, შეამჩნია, დააკვირდა, რომ ქმარი არანაირ რეაგირებას არ აკეთებს, არანაირ ყურადღებას არ აქცევს და საერთოდ არ ინძრევა. შეანჯღრია რამდენიმეჯერ და დაინახა, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილი იყო. აი ასე ძვირფასო მაყურებლებო, ამიტომ არის, რომ ჩვენ ყველა მებრაელებმა უნდა ვიცოდეთ რა ხელა ძალა აქვს ჩვენ ლაპარაკსაც, ყოველთვის ვიყოთ და ვილაპარაკოთ სიმართლე, არასოდეს პირიდან ზედმეტად სიტყვა არ მოუშვათ, თუნდაც ხუმრობით და რა თქმა უნდა არც ისე ღვარძლით, როგორც ეს ჟურნალისტის მაგალითი მოვიყვანეთ, რა თქმა უნდა ამ ჟურნალისტის სახელი არ არის აღარსად დაფიქსირებული ერთადერთი მიზეზის გამო, რათა არ მოხდეს ლაშონარა, ანუ ცუდად ხსენება ებრაელისა. ჩვენ მხოლოდ უნდა მაგალითის სახით ვისწავლოთ აი ამ სიპურიდან, რომ პირველ რიგში არც შეიძლება არასოდეს არც რაბანების დაცინვა, თალმიდ ხახმების დაცინვა. შეიძლება მათგან ისეთი რაღაც გავიგოთ, რაც ჩვენი ტვინისათვის აღუქმელი იყოს, გაუაზრებელი იყოს. შეიძლება ზოგჯერ ჩვენ უბრალო ადამიანებს სასაცილოთაც კი მოგვეჩვენოს ხასვე ხალილა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს, რამე თუ მათ დონემდე ჩვენ როდის მივალთ არ ვიცი.
აი ასე მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ რაბ ობადია იოსეფი ზიხრონოლი ბრახა ძალიან დიდი ცადიკი ბრძანდებოდა და თუ კი ვინმეს არ აუნთია სანთელი გარკვეული და მიზეზების გამო არ იცოდა ან ვერ მოასწრო და ასე შემდეგ, ცადიკების სახელზე სანთლის ანთება ყოველთვის მიღებული არის ნებისმიერ დროს, თუნდაც ხილულა არ იყოს. ამიტომ შეგიძლიათ აანთოთ და გამჩენის წინაშე ილოცოთ, რომ მისი დამსახურებები შეგვეწიოს ყველა ისრაელის შვილს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ყველა ისრაელის შვილს დაედაბრუნებული იყოს ყველა ისრაელის შვილი დროზე ისრაელის წმინდა მიწაზე, დავმადლიანებულიყავით ბეით ამიგდაშის ჩამობრძანებას, დავმადლიანებულიყავით მაშიახის მობრძანებას ჩვენს დღეებში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის აი ამ გვიან საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ, თქვენთან ვიყავი სარა ლალი.